რეჟიმის ლიდერები, პროპაგანდისტები და ტროლები საქართველოს მოქალაქეებს ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვისთვის ამზადებენ. მიმდინარეობს კოორდინირებული კამპანია ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის წინააღმდეგ. ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება სულ უფრო რეალური ხდება, ამიტომ რეჟიმი ევროგაერთიანებასთან შეთანხმებას უმნიშვნელოდ აცხადებს. ისტორიული მონოპოვარის დაკნინებით ოცნება ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობას გაექცეს მოსალოდნელ შედეგზე. კამპანიის მიზნებზე სალომე ლაბაძე ექსპერტებს ესაუბრა, მათი შეფასებებით ის გვერდება პირდაპირ ეთერში. პერსპექტივა მძიმეა, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ იმ დრომდე, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოების რიგებში მოუწევთ ჩადგომა და მოუწევთ, რომ როგორმე არა ვიზით, არამედ ვიზის გარეშე მოახერხონ ევროპის ქვეყნებში შესვლა რჩებოდეს მხოლოდ რამდენიმე კვირა. ბევრი რამ დამოკიდებული ევროპული საბჭოს სხდომაზეა, ეს სხდომა კი მაისში უნდა გაიმართოს. სწორედ ამ სხდომაზე ლიდერები შეთანხმდებიან იმაზე, რომ კონკრეტულ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების, ან ამ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის სრულად გაუქმების ახალი საფუძველი გახდეს ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებული მდგომარეობა და არ არის გამორიცხული და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ სხდომაზე პროცესი აღარ გადაიდოს და ლიდერებმა ამ საფუძვლით უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ ან გაუქმონ საქართველოსაც. ასეთ შემთხვევაში ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დიდი იქნება პროტესტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ, რადგან საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს უვიზო მიმოსვლით და გადაადგილდება თავისუფლად შენგენის ზონაში და შესაბამისად მოქალაქეებისთვის კარგად არის ცნობილი ყველა ის სიკეთე, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს, თუმცა ამისთვის ემზადება ქართული ოცნებას და სწორედ ამის ნაწილია ის განცხადებებიც, რომლებსაც ჩვენ ბოლო 2 დღის განმავლობაში რეჟიმის ლიდერებისგან ვისმენთ იმის შესახებ, რომ უვიზო მიმოსვლა არ არის მნიშვნელოვანი სიკეთე და რომ ისი დაკარგვა საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას დიდ დანაკარგს არ მიაყენებს, დიდ ზიანს არ მიაყენებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართული ოცნება გასული წლების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებისგან აქტიურად ისმოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისთვის შეეჩერებინათ უვიზო მიმოსვლა რეჟიმის ანტიდასავლური და ანტიევროპული პოლიტიკის გამო, მუდმივად ამტკიცებდა, რომ ასეთი საფრთხე არ არსებობდა, რომ ჩვენ ჟურნალისტები ვიგონებდით მაგალითად ამ საფრთხეებს და პასუხად მათგან ისმენდით ხოლმე თავდასხმას, თუმცა ახლა თავად რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ამ საფრთხეზე ისაუბროს, ოღონდ ეს მოცემულობა წარმოადგინოს არა საფრთხედ, არამედ საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნოს იმაში, რომ უვიზო მიმოსვლის დაკარგვა მათ ცხოვრებას არ გაუარესებს და რომ ეს არ უნდა მიიჩნიონ მათ მნიშვნელოვან პრობლემად. ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა ან შეზღუდვა იქნება პირდაპირ დარტყმა ქართული საზოგადოების ყველა სექტორზე, საუბარი არის ეკონომიკაზე, საუბარი არის განათლებაზე, საუბარი არის ისე და ისე მეზღვაურებზე, ტრაილერების მძღოლებზე, ან ყველა ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულწილად ეს ვიზა ლიბერალიზაცია თამაშობს გარკვეულ როლს. იმ შემთხვევაში თუ გაუქმდება ვიზა ლიბერალიზაცია, შემდეგი ნაბიჯი იქნება ყველა იმ სეზონური სამუშაო ლეგალური პროგრამების გაუქმება, შემდეგ ერაზმუსის შეკვეთა და საბოლოო ჯამში ჩვენ დავინახავთ, რომ საქართველო მოექცევა სრულ იზოლაციაში, ესეთი პატარა ბელარუსის მაგვარი სცენარი, რომელიც როგორც ჩანს ქართულ ოცნებას ძალიან უნდა და ამიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს. ქართული ოცნების დღევანდელი მიზანი არის ქვეყნის მოქცევა იზოლაციაში. რაც უფრო გვიან მოხდება და რაც უფრო მეტად მოახერხებენ, რომ გაგუდონ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი თეატრალური საზოგადოება, მით უფრო მარტივად მოახერხებენ ისინი აქ დიქტატურის დამკვიდრებას. ამიტომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება მათთვის, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი ამ კონკრეტულ მომენტში, თუმცა ეს არის ამ პოლიტიკის სრულიად ლოგიკური გაგრძელება და შედეგი. როგორც წესი, აი ესეთი თავდასხმითი განცხადებები თუ წინასწარ გაკეთებული განცხადებები იმის წინსწრებია, რომ ალბათ რაღაც ინფორმაციას ფლობენ, რომ თვათ ისე კარგად არ არის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან საქმე, როგორც ამას თვითონვე ავრცელებდნენ, იმიტომ რომ თვითონ იყვნენ პროპაგანდისტები და რაღაც ხაზგამსმელი იმისი, რომ ვიზა ლიბერალიზაცია საფრთხე არ ემუქრება და ყველა ამბობდა, რომ ემუქრება, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელიც ადამიანის უფლებებს არ უღებს, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში აღარ მიდის, ქვეყანა, რომელსაც აღარ აინტერესებს საერთო დემოკრატიული თამაშის წესები, იმათ არც თავისუფალი მიმოსვლა აღარ უნდა ქონდეს. ეს არის ტიპიური ავტორიტარიზმი, რომლის კონსოლიდაციის საბოლოო ეტაპები ფორმდება ეხლა, როდესაც აიკრძალება თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც მას პრობლემას უქმნის და თქვათ ააშკარავებს მის უკანონო ქმედებებს. ამიტომ განაისრომ ხალხში პროტესტი არ იქნება, განაისრომ ეს მტკივნეული არ იქნება ხალხისთვის. უბრალოდ ამ პროტესტის გამოხატვის ფორმები სულ უფრო მეტად შეიზღუდება.
რატომ შეცვალა ქართულმა ოცნებამ უეცრად საკუთარი რიტორიკა და თუ მანამდე ამბობდა რომ ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებოდა საქართველოს მოქალაქეს, ახლა რატომ წამოიწყო თავადვე ამ საფრთხეზე საუბარი? სწორედ ეს არის მთავარი შეკითხვა, რის საპასუხოდაც, როგორც მოისმინეთ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ასე ქართული ოცნება რეაგირებდეს საჯაროდ პარტნიორების მიერ გავრცელებულ განცხადებებზე, ანუ იმ გზავნილებზე, რომლებსაც ჩვენ ყველა ერთად ვისმენთ, ან შესაძლოა არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილის პარტიას ჰქონდეს რაიმე დამატებითი ინფორმაცია ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების მიმართულებით დასავლელი პარტნიორების გეგმების შესახებ. ყველაზე ცუდ სცენარში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს შესაძლოა ვიზა ლიბერალიზაცია დაკარგოს უკვე სულ რამდენიმე კვირაში, ანუ ის რეალობა, რისთვისაც ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს ამზადებს, შესაძლოა დადგეს რამდენიმე კვირაში. ამ მხრივ მნიშვნელოვან თარიღად მონიშნულია ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს.